ეს ჩემი ავტორიტეტის მკვლელობაა. მაღაზიაში მეკობრული წიგნები მივიტანე. ყვირილი დავიწყე რომ მათ ყიდის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყველაფერი გამოგივა. ნუ დარდობ, რამეს მოიფიქრებ. მოვიფიქრებ ულვაშა. შენი მჯერა ზუმრუდ. მოიფიქრებ. მადლობა. მადლობა ულვაშა. არაფრის. ოზანი და ესრა შერიგდნენ? ზეინოს რაღაც უნდა გაეკეთებინა. შენ არაფერი იცი? არ მინდა და მათზე ზეწოლაც არ მინდა. ესრა არაფერს მიყვება. არ მოგიყვება. შენი შვილი ოდესმე რამეს ყვება ხოლმე? მხოლოდ ჩემი შვილის ნერვების მოშლა ეხერხება. ანერვიულებს. ღმერთო, მოთმინება მომიცი. ესრა, მოხოდი, კეთილი იყოს. ო, მიხარია შენი ნახვა ეფე. დრო გაქვს? შენთან ლაპარაკი მინდოდა. ო, რა თქმა უნდა. ეფე, მე და შენი მღამის შესახებ არ გვისაუბრია. დაივიწყე. ყველაფერი წარსულშია. ოზანს ჩემზე უთხარი რაღაც. ამიტომ გაბრაზდა. ისეთი არაფერი მეთქვამს ესრა. უთხარი რომ ლამაზი ქალი ხარ. კომპლიმენტი გაგიკეთე. ის კი უცებ გაბრაზდა და თავს დამესხა. ერთი წამი. მეტი არაფერი გითქვამს? არა, დიდხანს არ გველაპარაკია. არ ვიცოდი რომ შენთვის კომპლიმენტის გაკეთება არ შეიძლებოდა. მაგრამ ოზანმა სულ სხვა რამ მითხრა. საინტერესო რატომ? იქნებ იმისთვის რომ საკუთარი თავი მართალი გამოეყვანა. არ ვიცი. ოზანს ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ ყოველს არ იტყვის. დამიჯერე მე არაფერი ვიცი ესრა, მაგრამ ეს ჩემთან არაფერ შუაშია. გასაგებია. კარგი. მაშინ ერთი რამ მინდა გითხრა. ეფე, მიუხედავად იმისა, რომ მე და ოზანი ვეყრებით, ჩემი გული დაკავებულია ოზანით. ჯერ კიდევ ესრა. ჯერ კიდევ. გასაგებია ესრა. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები როგორც მეგობარი, მაგრამ არ შემიძლია რომ არ გითხრა. შენ არასწორად ადამიანს აფასებ. ეს უნდა იცოდე. გასაგებია. მადლობა. ამდენი რამ მოუყევი და მაინც მას ელაპარაკება. გავგიჟდები. გავგიჟდები. ოზან, რა არის ეს რა? თუ გინდა შეგიძლია ატლასი ამაღამ შენთან დაიტოვო. ერთმანეთი მოგენატრებოდათ. კარგი. საღამოს მოვაკითხავ. კარგი. ხო. ეფემ რა გითხრა? მასთან საუბარი მინდოდა. მომხდარის შესახებ ვკითხე. და? მითხრა რომ ასე არ უთქვამს. რომ უბრალოდ კომპლიმენტი გამიკეთა. და დაუჯერე. მე ასე ვთქვი ოზან. უბრალოდ იმას გიყვები, მან რაც მითხრა. გამუდმებით რაღაცას ამტკიცებ, რაც რეალობას არ შეესაბამება და შემდეგ ამაზე ბრაზდები. ძალიან დავიღალე. კარგი, მაშინ ნუ არ დაიღლები ქალბატონო ესრა. კიდევ რამე გნებავს? უმუშაობ. არა ოზან, სულ ესაა. შვილის ნახვას როდის შევძლებ? ახლა უნდა გადავწყვეტოთ, რომ გრაფიკი შევადგინო. კარგი, გადავწყვეტოთ. ახლა განგრიგის შედგენაც მოუნდა. ოზანს ვუთხარი რომ თამაშები გჭირდება. ასე ვუთხარი. სერიოზულად, ის მე პატივს მცემს. ერთობანში გავიზარდეთ. ანდახან იმასაც იძახის, რომ კომპანიას გადმომცემს. ოზანი გაიქცევა პენსიაზე გავა, შებულებაში წავა. მე ვუთხარი რომ ასე არ შეიძლება. ნუ თუ ეს შესაძლებელია ასე. ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს, ხომ ასეა? ბოსის გარეშე არ გამოვა, ხომ ასეა? რა თქმა უნდა. და თან ისე ცდილობდა მეგობრებო. მე კი მოვალ და კომპანიას სათავეში ჩაუდგები. მეგობრება ნება მომეცით. ეკო. გაიე. გავიგე რომ ნებართვა შენ გაეცი.
კი, ხომ იცი თუ თამაშებზე საუბრობენ, ეკოციკ არის. გამომართვი. ეს ყველაფერი თამაშებთანაა კავშირში. წაიკითხე და ანგარიში დაწერე. ბატონმა ოზანმა თქვა, რომ ეს შენ უნდა გააკეთო. იცი კიდევ რა თქვა? რა, რადგან ნებართვა ეკომ გასცა? ამ საკითხსაც მან მიხედოს. კარგად უთქვამს. ია სამშავს გისურვებ. ეკოს შენ გააკეთე ეკო. შენ უნდა გააკეთო. უჩემოდ ვერაფერს აკეთებს. აი ასე ხდება. ასე როცა უყვარხარ. ასე ზამეგობრებო. წარმატებას გესურვებ ეკო. მადლობა. იოლი მუშაობა. მადლობა. კიდევ ერთ საქაღალდეს თუ დავინახავ, დირერს დავისხებ. კიდევ საქაღალდე ანგარიში. ამას უყურეთ. ჭკუიდან გადავალ, იტყუება. ვიზე ლაპარაკობ? ვიზე მუსა? ეფეზე. თურმე უბრალოდ კომპლიმენტი გაუკეთა. კარგი და ეს რამ დაუჯერა? ოზანი ბრაზობს. სისულელეს იძახის, მაგრამ არ მოიტყუებოდა. ასეთი არაა, არ იტყუება. ოზანზე ბრაზობ, მაგრამ მის მხარეს ვარ. ვიცი ზეინო, რა თქმა უნდა. ეს რა? ეკნებ შენ და ოზანი დაჯდეთ და მშვიდად ილაპარაკოთ. იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან გაიწელა. ზეინო დაუშვათ ოზანი სიმართლეს ამბობს და ეფემ მართლა ასე თქვა. ასე უნდა მოქცეულიყო? ამით პრობლემა არ მოგვარებულა. ისევ დარჩა. ოზანი უნდა შეცვლილიყო და არ შეიცვალა. უფრო მეტიც, გამუდმებით რაღაც წვინს. სანამ არ ეტყვის რომ გაყრა არ უნდა არაფერსაც არ გავაკეთებ. დაშორება უნდა? კი ბატონო. არა, ასე უფრო ბედნიერი იქნება? კი ბატონო, იყოს ბედნიერი. მოდი ეს რასთვის შევადგინოთ. მე სის ბოლოში ვიქნები ძმაო. არ გინდა რა ძმაო. ასეა მუსა ასე. ყველას ენდობა და უჯერებს, მაგრამ როცა საქმე ოზანს ეხება, აი ასე ხდება. მე კი არ მინდა. არ მინდა შეშით ველოდო, თუ როდის მიმატოვებს. საკმარისია. შეხედე, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტა. მეკითხება ატლასის ნახვას როდის შეძლებს. ხომ არ გონია რომ მოთმინება ამოუწურე? კი, დაუშვათ. თუმცა ასე არ ყოფილა. მეგონა ყველაფერს მიხვდებოდა და შეიცვლებოდა, მაგრამ არა. ჩემზე დიდი ხნის წინ თქვა უარი. მიმკითხავებ? კარგი. საინტერესოა, ჩემზე უარი თქვა? ფიქრობ არა. სხვა შემთხვევაში მივხვდებოდი, ვიგრძნობდი. მე თქვა უარი. შვილო, არაფერი მithქვამს. უბრალოდ პანჯარაში ვიყურებოდი. საკუთარ თავს ვლაპარაკებოდი. თქვენმა საყვარელმა ადამიანმა თქვენზე უარი თქვა? 5 კითხვა ამის გასაგებად. 5 კითხვა. ნახოთ. ფიქრობთ, რომ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა თქვენზე უარი თქვა? კი, შეიძლება. ნუ ღელავთ. ამის გარკვევა ძალიან იოლია. კარგი, საინტერესოა. რა თქმა უნდა, შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ. ეს ნორმალურია. მოდი კითხვებს ერთად ვუპასუხოთ. დავიწყოთ. თქვენში ცვლილებებს სამჩნევს? კი, ყოველთვის სამჩნევდა. საყურეს ერთი თვალიც რომ მოძვრეს შეამჩნევს. გამარჯობა. გამარჯობა. შემოდი. რა ხდება? რა გაცინებს? არ ვიცი ნიოზან, შემომხედე. კმაყოფილი ხარ? ახალ ვარცხნილობას შეამჩნევს. ატლასი მზად არის, იმიტომ რომ ვერ ხვდები აქ რას ვაკეთებთ. ემზადება ოზან, ემზადება. შეკრცხვეს. შევამოწმებ რას აკეთებს. ახალი ვარცხნილობა აქვს. როგორ ხდება?
ანუ ვერ ამჩნევს. ყოველთვის დაკავებულია, როცა საქმე თქვენ გეხებათ და თქვენთან დროის გატარება არ უნდა. უნდა. უნდა, რა თქმა უნდა. თვითონ ეძებს დროის ერთად გასატარებელ მიზეზებს. ოზან, ატლასი ახლავე ჩამოვა, ჩანთასალაგებს. მე რაღაც მოუმზადე. თუ გინდა ჭამე და მერე წადით. არა იყოს, სახლში შევჟემთ. საქმეები მაქვს. წავალთ. კარგ მუშაობას გისურვებ, ბატონო ოზან. კარგ მუშაობას. ატლას კიდევ ერთხელ დავხედავ. შენ ეგ დამელოდე. ანუ ჩემთან ერთად დროის გატარება არ უნდა. შერეულ სიგნალებს გზავნის. ხო? არ ვიცი რა მოამზადე, მაგრამ ძალიან გემრიელი სუნი დგას. ყოველთვის გემრიელად ამზადებ. ხო? არ მოგატყუებ. სახლში ასეთი არომატი მომენატრა. მაგრამ ვიპოვე ერთი ადგილი. საოჯახო სამზარეულო აქვთ. აპლიკაციით ვუკვეთავ და მაშინ მოაქვთ. ფიქრობ კარგი ადგილია. გემრიელად მიირთვი. შენ კი გააგრძელე. აი ხომ ხედავ. შერეული სიგნალები. გაუგებარია რას გრძნობს. ზადვარ. მოდი ჩემთან, ჩემო ლომო. შეხვედრამდე შვილო. მომენატრები. შეხვედრამდე ოზან. შეხვედრამდე. და მოდი ჩემო ლომო. წამოდი. აი ასე. თუ პასუხები არ მოგწონთ და გინდათ რომ ეს არ განმეორდეს, დიდი ხანია თქვენზე უარი თქვა და უკვე სხვას ეძებს. რას ბოდავ? შენ ჟურნალი ხარ და შენი ადგილი იცოდე. ნუ ბრაზობთ. ყველაფერი ზუსტად ასია, ყველაფერი ცუდადაა. რაც უფრო მალე შეეგუებით სიმართლეს, მით უკეთესი. სისულელეს ნუ ლაპარაკობ, ოზანის ხვის ძებნას არ დაიწყებს. არ გჯერათ? არ მჯერა. კარგი, მაშინ მისი სახლი შეემოწმეთ. შეისწავლეთ, იმიტომ რომ ყველს ყველა ქალი ტოვებს. კიდევ რა გინდა? ახლა მისი სახლი გავჩხრიკო? ოზანი ჩემზე უარს არ იტყვის, გამორიცხულია. თქვა რომ დაკავებულია. რა საქმე უნდა კონდეს? არა, ატლასთან ერთადაა. რა საქმე უნდა კონდეს? მაგრამ ატლასი ადრე იძინებს. და შემდეგ შეიძლება რამე მოხდეს? ამ შუაღამისას აქ რა გვინდა? მოვიფიქრე მენექშე, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. თუ თანახმა ხარ, შენ ქუჩას ადევნებ თვალს. ქუჩას? რის გაკეთებას ვაპირებთ? რა სახიფათო საქმეა? არანაირი საფრთხე, უბრალოდ ვიტრინას ჩავამსხვრევ და სულ ესაა. რა? კეთილი სიტყვა ვერ გაიგო, იქნებ ახლა მიხდეს. არა, ზუმროთ, ეს საკმარისი არაა. ხანძარი უნდა გააჩინო, ხანძარი. ჩემო ძვირფასო დაიკო, შესანიშნავი იდეაა. მთელი ოჯახი ასეთია, სანთებელა გააქვს? ასანთი? ნუ სულელობ. მაღაზიაში ხანძრის გაჩენა უნდა. ეგღა გვაკლია. წამოდი, სულ გაგიჟდი. არ გინდა ზუმროთ, არ გინდა. გთხოვ დაგვინახავენ, არ გინდა. არ გინდა. გავიქეცით. ჩემო ყვავილო. როგორ ჩანს, დედა ზუმრუთის სახლში არ არის. ჯერ არ მოსულა. ისევ რაღაც ჩაიფიქრა, არ დაბრუნებულა. ვინ იცის რა ჩაიფიქრა? სავარაუდოდ. და შენმა ქმარმა რა ჩაიფიქრა? რა? ახლა ვეგეტყვი. შენი ქმარი კარიერულ კიბეზე წინ მიიწევს. შეგვიძლია ასე ვთქვათ? დიახ, მართლა. მართლა და იცი რისთვის? რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვების გულისთვის.
იცი კერძო სკოლაში სწავლა არ აღირს. არა იმიტომ რომ იცოდე არ დაგავიწყდებოდა. ეკო, ფიქრობ ცოტა ვჩქარავთ. არა, საჭირო. ჯერ დაიბადოს. მოდი კიდევ ერთ რამეს გაჩვენებ. ერთი ამათ შეხედე, რა სილამაზეა. შეხედე. ეს გოგოსთვის და ეს ბიჭისთვის გასაზეირნებლად. ნახე რა ლამაზებია. რა საყვარლებია. ძალიან ლამაზებია. ექიმთან ვიყავი. ანალიზების ჩაბარება მთხოვა. კარგი და ექიმთან რატომ წახვედი? ბავშვის გამო. ჩემთვისაც გეთქვა და წამოვიდოდი. ექიმები ანალიზების ჩაბარებას ყოველთვის ეთხოვენ, ეს ნორმალურია. მაგრამ ძალიან ნერვიულობ. ცუდი წინადგრძნობა მაქვს. ყვავილო პანიკა საჭირო არ არის. არ გინდა გთხოვ. ჩვენ ბევრი შვილი გვეყოლება. შვილები რომლებიც დედა ზუმრუts ნერვებს მოუშლიან. ესეც ასე. თმა უკვე გავიშრეთ. ახლა შეგვიძლია საღამორი ჩავიცვათ და დასაძინებლად დავწვეთ. ხო, კარგი. მიდი. ვნახოთ რა საქმეები გაქვს ოზან. მნიშვნელოვანი საქმეები. გასაღები წამართვი, მაგრამ საათადარიგო დაგავიწყდა. ახლავე ყველაფერს გავარკვევ. მიდი. ოჩახ. აი ასე. ხელები. შემოხედე. ესეც ასე. მიდი აბა გადაგორდი. ჩაძეკი, მიდი. ჩემი ლომი. ახლა მიდი. დაიძინე. ძალიან მეყვარხარ პარტნიორო. მეც მეყვარხარ შვილო. ძალიან მეყვარხარ. ერთმანეთს არ დავშორდებით ხომ ასეა? ვიცი, იმიტომ რომ ჩემთვის და დედასთვის შენ ყველაზე მშვენიერი ხარ. ვიცი, დედიკო ძალიან უყვარხარ. ერთი წამით დედამ თქვა ასე. არა, მაგრამ ვიცი რომ უყვარხარ. კარგი უკვე გვიანია და შენ ჯერ კიდევ არ გძინავს. დედა რას გააკეთებს თუ გაიგებს, რომ ჯერ კიდევ არ გვძინავს? გაბრაზდება. ხო და დაიძინე. მიდი. ესეც ასე. პირველი ძილი ჩემო ლამაზო. ამან შვიდავის. სულელი. კარი ისევ ღია დატოვა. და? არავინ არა. შეიძლება და კვალი დაეტოვებინა. კვალი მნიშვნელოვანია ეს რა. ვნახოთ რამდენმა ადამიანმა ივახშმა. ხო, ალკოჰოლი არ ყოფილა. ყველაფერი თავის ადგილზეა. ბრავო. არ დამარტყა, ოზან, არ დამარტყა. მართლა შენ ხარ? საერთოდ ვერ გიცანი. ვერ მევხვდი რომ შენ იყავი. აქ რა გინდა?
წიგნი მოვიტანე. წიგნი დამოვიწყდა. ატლასი მის გარეშე არ იძინებს. სახლში როგორ შემოხვედი? უკანა კარიდან. ღია დატოვე და იქიდან შემოვედი. და ჩვეულებრივი ადამიანები წინა კარიდან რატომ არ შემოდიხარ? ოზან არ მინდოდა ბავშვს გაღვიძებოდა. გავიფიქრე რომ ზარს თუ დავრეკავდი გაიღვიძებდა. გაუწონასწორებელი ხარ. გეფიცები. ფანჯრიდან შემოდიხარ. ფიქრობ რომ შეიძლება ატლასმა დაიძინა და ამავდროულად წიგნი მოგავს, რომლის გარეშეც ვერ დაიძინებდა. არ მესმის რას აკეთებ. და წიგნი საერთოდ არ იყო საჭირო. შარფი, აქ შარფი დამრჩა. ჩემი ყველაზე საყვარელი შარფი ქუჩაში ძლიერი ქარია. ელის გაციება არ მინდოდა. და ამ დროს მართლა შარფის გამო მოხდი? და რა არის უცნაური? ამ დროს მოვედი შარფისთვის. მერთო ჩემო, ყველაზე საყვარელი შარფი აქ დამრჩა. და რა უნდა გამეკეთებინა? კარგი მედი წაიღე რაც გინდა. ყველაფერი წაიღე. შენი არაფერი დატოვა. თურმე წიგნი მოიტანა. წარმოუდგენელი ხარ. ყველა მტკიცებულება უნდა იპოვო. სად შეიძლება იყოს? ესრა. ოზან? რას აკეთებ? შარფს ვეძებ. შარფს ეძებ. მართლა? აბა რას აკეთებ? ჩემი შარფი. მაინტერესებდა აქ იყო თუ არა. ხო დავეძებდი. საძულის ქვეშ ეძებ? ვიფიქრე შეიძლება სადმე დავარდა. და ასე რატომ გაზეთავდი? ცხელი ხარ, სიცხე გაქვს. ო, მოიცადე. ატლასის თერმომეტრი აქვს. მოდი. მოდი გაგსინჯავ. 38 და 5. მომგითხარე. მხოლოდ იმის გამო რომ ჩემგან შორს ყოფილიყავი, გარეთ გეძინა. საამისო მიზეზი მქონდა. და ახლა რა მიზეზი გაქვს? ამ სეცივეში რისთვის მოხვედი? შარფს ეძებ. შარფს. წამოდი წვნენას მოგემზადებ. არა ოზან შენ არ შეგაწუხებ, სახლში წავალ. ეს რა? წამოდი. თუ ასე ამბობ, მაშინ კარგი. არა, ვერ ვუყურებ. ვერ ვუყურებ. გეყოფა ეს რა? თავი აწია თავი. ისედაც მთელი ფილმი თვალდახოჭულმა ნახე. რას ვიზამთ, შენ უყურე და მერე მომიყევი. თუ გეშინია მაშინ ამ ფილმს რატო უყურებთ? მე ისედაც არ მეყვარს. კარგი დამშვიდობდი. დამთავრდა. დამთავრდა? როგორ დამთავრდა? გოგოს რა დაემართა? გოგო გადარჩა. გადარჩა? ო, გადარჩა, მაგრამ შენ ყველაზე საუკეთესო სცენა გამოტოვე. ამას მნიშვნელობა არ აქვს ოზან. დავარი იყო გოგო გადარჩენილიყო. როგორ იტანჯებოდა ტყეში. ტყიდან სახლში გაიქცა, სახლიდან ავტოფარეხიდან ისევ ტყეში და მაინც ვერ ახერხებდა გადარჩენას. გოგოს შეეშვი. შენ როგორ ხარ? კარგად ვარ. წვნიანი მომიხდა. მოდი აქ. სიცხემ დაგეწია. დამეწია. წავალ დავიძინებ. ცოტას დავისვენებ. დაწექი. დაისვენე. ღამამშვიდობის. ღამამშვიდობის. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. როგორ ხარ? კარგად. ალბათ სიცხე აღარ მაქვს. დამეწია. მოდი დაჯექი. სიცხეს რომ დაეწია პორტოხლის ვენის დალევა მაინც საჭიროა. წაგან გამოუწორე. მოგიტან. ატლას ჯერ არ გაუღვიძია? მალე ადგება, ჯერ ზძინავს.
გისმენ? გამარჯობა ქალბატონო ესრა, ბატონი ოზანის ადვოკატს ვესაუბრეთ და შევთანხმდით. სხდომის თარიღი ჩანიშნულია. მინდოდა შემეტყობინებინა. კარგი. არ ვიცოდი. ანუ ოზანმა დაადასტურა? გუშინ გავიგე. ქალბატონო ესრა, თუ უარის თქმა გინდათ? არა. თუ ოზანი თანახმაა? კარგი, პრობლემა არაა. მაგრამ შეიძლება დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა. მადლობა. კარგად. ახლად გამოძურულია. გამომართვეს რა. ესრა. მოხდა რამე? ადვოკატს ველაპარაკე. შენს ადვოკატს ელაპარაკა. სასამართლოს სხდომა დანიშნეს და შემატყობინა. ო, მე წავალ. ატლასი რომ არ დავაბნიოთ. ყველაფრისთვის მადლობა. შეხვედრამდე. Geride bırak dedim her şeyi bir nefeste. Hasret sana kavuşmaktan kolay. Dönüp bir bakınca bir sevdiysen bin kez gittin. Kaçmak sana inanmaktan kolay. Unutman hatırlamandan çok çok kolay. Hadi durma, azat et beni, bitir artık bu sessizliği. Çekip al bu bitmişliği üstümden. Ne bir eksik, ne bir fazla gibi, ne bir galip, ne bir mağlup gibi. Gelip al yarım kalan hissini üstümden, üstümden. Evim ol dedin bana o ilk gece, üşümüş sesinle. Şimdi üşürsen sana evini yakmak kolay. Alışırsın bu durumla, barışırsın demeler uzaklardan kolay. Hadi durma, azat et beni, bitir artık bu sessizliği. Çekip al. ოზან, აქ რა საკეთებ? რატომ არ შეხვედი? რა უცნაური არა, ისევ იმავე ადგილას. ხო, აქაურობა საერთოდ არ შეცვლილა. ოზან, რამე თქვი? ნიშანი მომეცი. პირდები, მე უარს ვიტყვი. აქედან ხელჩაკიდებულები წავალთ. ამჯერად შენ თქვი რამე ესრა. შენი ერთი სიტყვა საკმარისი იქნება. ერთ წვეთ იმედზეც თანახმავარ. მხოლოდ ერთი სიტყვა. გთხოვ.